მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთში რესტორან ილიკოში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა. ოზურგეთის რესტორან ილიკოში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა გუშინ შეუფარდა. მანამდე კი პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე 28 იანვარს დააკავეს. აღნიშნულ ორ პირზე კი ძებნა იყო გამოცხადებული. მათი დაკავება კი 31 იანვარს მოხდა. პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დავით შარაშიძეს კი 30,000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. 30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი და მოქმედი მერის მოადგილის ბიძინე ცინცაძის მამა გია ცინცაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით მისი სახლიდან იარაღები ამოიღეს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ირაკლის სალუქვაძემ ბიძინა გობრონიძე ჩაანაცვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოზურგეთის მერმა დღეს მიიღო. ახალი დირექტორი კომპანიის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მოადგილეებთან ბექა ჩხიკვიშვილთან და გურამ გოლიაძესთან ერთად წარუდგინა. ირაკლის სალუქვაძე აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე ოზურგეთის სერვის ცენტრში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი იყო. გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებათა პაკეტი 7 დოკუმენტისგან შედგება. ცვლილება შედის გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდამღვრელთა კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონში, აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში. მისი განხილვა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომისიაზე დღეს დაიწყო. პარლამენტი მისი დაჩქარებული წესით განხილვას არ გეგმავს. ასეთ შემთხვევაში კანონპროექტის 3 მოსმენით მიღებას მინიმუმ თვენახევარი დასჭირდება. წარმოადგენთ კანონპროექტს, განოცვლებათა პაკეტს, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, ამავდროულად ისეთი თანხების, ისეთი სახსრების შემოძინება საქართველოში, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ან გამოიყენება პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად. ჩვენ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მივიღეთ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები. პლენარულ სტომაზე განხილვის პერიოდში ერთ-ერთმა საელჩომ ერთ-ერთი საელჩოს გავლით ზუსტად იმ დროს, იმავე დღეს, სანამ კანონი ამოქმედებოდა და გაიგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოსაწერად გასცა გრანტები. და ეს გრანტები გაიცა იმ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლის მმართველ გოლშიც არიან ნაცმოძრაობის სიაში, საპარლამენტო სიაში მყოფი ადამიანები. და მთავრობას არ მიმართეს თანხმობის მისაღებად. რატომ არ მიმართეს? ზუსტად იმიტომ და იმ დასაბუთებით, რომ სხვა შემთხვევაში გახდებოდა გამჭვირვალე, თუ რა მიზნებს შეიძლებოდა მოხმარებოდა აღნიშნული თანხები. არისეულობა არის ამავდროულად, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები, როგორებიც არიან კობახიძე, პაპუაშვილი, სამხარაძე და სხვები, მოდიან არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორიდან, არამედ მათივე გაგებით, გაცილებით უფრო დიდი საფრთხიდან, როგორიც არის საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები, რომლებიც მაშინ თურმე კარგ საქმეს აკეთებდნენ და დღეს აღმოჩნდა, რომ ყოფილან საქართველოს შიდა საქმეებში ჩამრევი მავნებლური ორგანიზაციები. ეს აღარ არის უკვე გამჭვირვალობა, ეს არის ფაქტობრივად მოგუდვა ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის. ეს განსხვავებული აზრი შეიძლება კონდეს მეწარმეს, შეიძლება კონდეს ამა თუ იმ დარგის ექსპერტს, სპეციალისტს, რომელმაც რა თქმა უნდა შესაძლებელია იმუშაოს სხვადასხვა ფონდთან თანამშრომლობით, მაგრამ როგორც ხედავთ, ამის ინტერპრეტაციის სრულ უფლებამოსილებას ექსკლუზიურად იტოვებს ოცნება, ვისაც მოუნდება დააჯარიმებს და სისხლის სამართლის ასე ვთქვათ, საქმესაც აღწევს მის წინააღმდეგ და ვისაც აღება თვალსაც დახუჭავს. იმ ფონზე, როდესაც მათ შორის ევრობიუროკრატიიდან საჯაროდ უწრფელად აღიარეს, რომ აპირებენ რომ საქართველოს კანონმდებლობას გვერდი აუარონ და შავი ფულები ისე შემოიტანონ საქართველოში მათი აგენტურის დასაფინანსებლად და რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად. და ბუნებრივია რომ ნებისმიერი ქვეყანა და ეროვნული სახელმწიფო ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის
თანხები, უცხოური თანხები არ იყოს ქვეყანაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკაში. სურსაძე მაღალი ფასების შესახებ პარლამენტში სპეციალური კომისია იმსჯელებს, რომელიც მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. კომისიის პირველი სხდომა 5 თებერვალს გაიმართება. მისი ხელმძღვანელი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერიკაშვილი იქნება. კომისია 14 დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია 7 წევრით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არის იმის სივრცე, რომ ფასების მნიშვნელოვანი და საგრძნობი დაწევა მოხდეს, ამიტომ ამ პროცესს მიყვებით ბოლომდე უკვე იხსნება საგაზაფხულო სესია საქართველოს პარლამენტის პროაქტიულად ჩაერთვება ამ პროცესში და ეს პროცესი იქნება საჯარო ჩვენი საზოგადოებისათვის და ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ყოველთვის მუშაობს მათი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომით ბიზნესთან, ექსპერტებთან და სწორი ანალიზით შეძლებთ მნიშვნელოვნად ფასების შემცირებას. საბოლოო ჯამში აღნიშნული კომისიის მიზანი არის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, პროცესი იყოს ინკლუზიური და ჩვენი მიზანი არის, რომ მოვეხმაროთ ბიზნესს, რომ ბიზნეს პროცესები იყოს უფრო ხარჯეფექტური, უფრო გამჭვირვალე, ბაზარი იყოს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში აისახება სამოხმარებლო ფასების შემცირებას. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში იწყებს. პოლიტიკურ პარტიებში მწვავე განხილვის საგანია თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება. ამ ცვლილებებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება პირველ რიგში პროფესორ მასწავლებლების და სტუდენტების ინტერესებს და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. TSU-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება არ არსებობს, არსებობს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკურად დახურვა და ამას გვასაღებენ როგორც რეფორმას. ქვეყანას, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ იყოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი და მთავარ საინჟინრო სკოლას, რომელიც ამზადებს კადრებს, ამ მიმართულებით ხურავს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დახურული ტიპის სახელმწიფო ვიქნებით, ფაქტობრივად ივანიშვილის შეპესე და ამას უტიფრად ფარისევლურად არქმევენ რეფორმას. პირველ რიგში უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მოთხოვნა ყოველთვის იყო მათ შორის ეგრეთ წოდებული ვითომ რადიკალური ოპოზიციისგან, სინამდვილეში აგენტურისგან, რომ განათლების რეფორმა იყო საჭირო, რომ განათლების სისტემაში იყო გარდამტეხი ცვლილებების შესატანი. და როგორც კი ახლა დაანონსდა ეს ცვლილებები და აბსოლუტური უმრავლესობა აი ამ ცვლილებებში არის პოზიტივი და ვერაფერი ვერ თქვა, ეხლა ესეც აღარ მოსწონთ. ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობას და მის ფილიალებს ზოგადად დღის წესრიგი არ გააჩნიათ. რაც შეიძლება რომ კარგი მოხდეს ქვეყანაში, მყისიერად ამოდის მათი თეზისი, რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარი ძებნილი 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარი ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბებების ბრალდებით იძებნებოდნენ. სამართალდამცავებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმსა და თბილისში სხვადასხვა დროს დააკავეს. დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთის. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული
ჯუქუ დააკავეს. სამართალდამცავებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას ნივთკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261, 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.